მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს სერიებს, მესამე სერიას ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ყოფნაზე და ასევე მის ეთნიკურ კუთვნილებაზე. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ მოცემულობაზე. აზონის მამა ებრაული კუთვნილების მთავარი. გთავაზობთ ერთ-ერთ მტკიცებულებას აზონის სემიტური ებრაული წარმომავლობის შესახებ, რომლიდანაც ალექსანდრეს იგივე ეთნიკური კუთვნილებაც დადგინდება აზონთან მისი ნათესაური კავშირის გამო, რადგან მაკედონიაში სავარაუდოდ სემიტი ხალხის კომპაქტური დასახლება უნდა არსებულიყო. ამას იმიტომ ვაკონკრეტებთ, რომ ზოგიერთმა ისტორიკოსმა დავა იმის შესახებ არ დაიწყოს, ალექსანდრე თუ მაკედონელი გახლდათ ებრაული ეთნოსის წარმომადგენელი, როგორ იქნებოდაო, როგორ და ჩვეულებრივად. ის სავარაუდოდ მაკედონიაში მცხოვრები ებრაული წარმომავლობის წინაპრების შთამომავალი იყო. როგორც საქართველოში ბაგრატიონები იყვნენ სემიტური ებრაული წარმომავლობისა და ამაში გასაოცარი არაფერია. პირიქით, მათმა უმეტესობამ თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას. დაუბრუნდეთ ამ ამონარიდს. კვალად ვახტანგ მეფეს წერს, ალექსანდრემ დაუტევაო საქართველთა ზედა პატრიკად სახელით აზონ ძე იარედისა ნათესავი მისი ქვეყნით მაკედონიით და მისცაო 100,000 კაცი ქვეყანით რომით, რომელსა ჰქვიან ფროტატოს. ესე ფროტატოსელნი იყვნესო კაცნი ძლიერნი, ეკირთებოდეს, ესე იგი ებრძოდეს ქვეყანასა რომისასა. მოიყვანა ქართლად იგინი ალექსანდრემან და მისცნა ხელისქვეშე აზონს, პატრიკსა. მათ კი შემდგომად ფარნავაზის მიერ დამარცხებისა გადაინაცვლეს სამხრეთისკენ და სათავე დაუდეს დიდი არმენიის სახელმწიფოს შექმნას. ასევე ჩვენი ყურადღება მიიქცია ალექსანდრე მაკედონელის მიერ საქართველოში დატოვებული მმართველის სახელმა აზონმა, მისი სახელის მსგავსებამ სხვა ისტორიულ პერსონაჟთან, იაზონთან, რომელიც არგონავტების წინამძღოლი იყო და ასევე არდიაეის ხალხის ტომის დედაქალაქის სახელთან, რიზონ. აზონ, იაზონ, რიზონ. ამ სახელებს საერთო ნაწილი აერთიანებთ. აზონ, იაზონ, რიზონ. ეს საერთო ნაწილი გახლავთ ზონ, ზიონ, ებრაული სიონ, ასევე სხვადასხვაგვარად ტრანსლიტერირებული სიონ, ტსიონ, დზიონ არის ადგილის სახელი თანახში, რომელიც ხშირად გამოიყენება იერუსალიმის სინონიმად, ასევე მთლიანად ისრაელის მიწისათვის. სახელი გვხვდება მეორე სამუელში 5:7 თანახის ერთ-ერთ წიგნში, დათარიღებული დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის შუა ხანებით. იგი თავდაპირველად გულისხმობდა იერუსალიმში არსებულ კონკრეტულ ბორცვს, სიონის მთას, რომელიც მდებარეობს მორიას მთის სამხრეთით, ტაძრის მთაზე. მეორე სამუელის გადმოცემის თანახმად ამ მთაზე იყო იებუსიტების ამავე სახელწოდების ციხე, რომელიც დაიპყრო დავითმა და დაარქვა დავითის ქალაქი. ეს კონკრეტული ბორცვი მთა არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე მთათა შორის, რომელზეც დგას იერუსალიმი. 147 ფსალმუნი იყენებს სიტყვას იერუსალიმს და სიონს ურთიერთთავსებადობისთვის, რათა მიმართოს მორწმუნეებს. უფალი ააშენებს იერუსალიმს, ის აგროვებს ისრაელიდან განდევნილებს, დიდება უფალს, იერუსალიმო, ადიდე შენი ღმერთი სიონ, ზიონ. ზიონ მოხსენიებულია ებრაულ ბიბლიაში თანახში 152 ჯერ. აქედან 26 შემთხვევაში ნახსენებია ამ ფრაზაში სიონის ასული, რაც ახდენს ქალაქ იერუსალიმის ან მისი მოსახლეობის პერსონიფიცირებას. ჩვენ შემთხვევაში გულისხმობთ იერუსალიმში ან მის მოსახლეობაში ებრაელ ხალხს. განვიხილოთ მთლიანი სახელის ეტიმოლოგიური მაგალითი. ავიღოთ რიზონი, რომელიც არდიაეის ხალხის დედაქალაქი იყო. დავყოთ ორ ნაწილად. რიზონი, რიზონ. რი ავიღოთ ერთი ნაწილი, პირველი ნაწილი. რის ეტიმოლოგია შუალ უელსურიდან და ძველი უელსურიდან, რი პროტო ბრითონიკიდან, რი პროტო კელტური რიქს, პროტო ინდოევროპულიდან ჰარეგს, არსებითი სახელი, მეფე, აღნიშნავს მეფეს, რი. სინონიმებია მთავარი, პრინცი. შემდეგ მეორე ნაწილიც განვიხილოთ. ზონ,
იგივე ზიონ. ამ შემთხვევაში გულისხმობთ იერუსალიმის მოსახლეობას, ანუ ებრაელ ხალხს. ეხლა კი მიღებული წინადადება, რომელიც სახელად ჩამოყალიბდა შემდეგში, განვიხილოთ. რი პლუს ზონ. რი მთავარი, როგორც ზემოთ განგიმარტეთ, პლუს ზიონ, ებრაელი ხალხი. მივიღეთ არდიაეის ხალხის დედაქალაქის რიზონის ეტიმოლოგიური განმარტება, რაც ასე ჟღერს. მთავარი ებრაელი ხალხის, ანუ ქართული წინადადების წყობით კი ებრაელი ხალხის მთავარი. აქ ირკვევა, რომ არდიაეის ხალხის დედაქალაქს რიზონს მართავდა სემიტური წარმომავლობის მთავარი, ანუ მეთაური. ასევე ამ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა სემიტური ებრაული ეთნოსი იგივე წარმომავლობისა იქნებოდა. იერუსალიმის აღება და ებრაელთა წარყვევნა ნაბუქოდონოსორის მიერ განხორციელდა ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის დასაწყისში. ძირითადად ამ დროიდან ებრაელი ხალხი განიფანტა სხვადასხვა მხარეს. მართალია კიროს დიდის მეფობის პერიოდში ნაწილი დაბრუნდა უკან, მაგრამ დიდმა ნაწილმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანი დიასპორები ჩამოაყალიბა. ახლა კი განვიხილოთ ისევ თეიმურაზ ბატონიშვილის ფრაზა ამონარიდი. ხოლო განჰყარა და აღსპო ყოველნი უცხო ნათესავნი მაკედონელმა, რომელნიცა შერეული იყვნენ ნათესავთა შორის ქართველთასა, არამედ ქართველთა ნათესაობასა არა შეეხო და არცა ურიათა, რომელნიცა ქართველთა შორის დამკვიდრებულ იყვნენ, არამედ სჯულის დებაი მისცა ქართველთა და უბრძანა აზონს კეთილად დაცვაი მათი და თვით ალექსანდრე მოიქცა საქართველოით. აქ შევჩერდეთ დროებით შემდეგ განვაგრძოთ ეს ტექსტი. ხოლოდ ქართველები და ებრაელები რატომ დაინდო ალექსანდრემ? დანარჩენი კი მოსპო, რა ნახა ჩვენსა და ებრაელებში ასეთი გულსაჩუყებელი მაკედონელმა? ამ შინაარსის კითხვები უსასრულოდ შეიძლება დაისვას. ვერაფერს მიხვდით? ებრაელები ნაბუქოდონოსორ მეორეს გამოექცნენ და იმ პერიოდისთვის თითქმის 3 საუკუნე ან მეტი საქართველოში ცხოვრობდნენ. ალექსანდრემ განსაკუთრებით რატომ ერჩოდა დარიოს? ერთ-ერთი მიზეზთაგანი ალბათ ისიც იყო, რომ სპარსელები ერჩოდნენ ებრაელებს, ხოლო ქართველებს რატომ მოექცა კეთილად? ჩვენ შევიფარეთ ებრაელები და კარგად ვექცეოდით. მარტივი კითხვები მარტივად საპასუხოა, თუმცა ვიმსჯელოთ უფრო რთულადაც. რა ხდებოდა მცხეთაში მაკედონელის შემოსვლამდე? ვახტანგ მეფე მოუთხრობს საქართველოსა ისტორიასა შინა, შემდგომად ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის წარყვევნისა. აქამდე ქართლოსიანთა ენა იყო მხოლოდ ქართული, რომელსა ზრახვიდეს, ხოლო ოდეს შემოიკრიბნეს ესე უცხონი ნათესავნი საქართველოსა შინა, მაშინ ქართველთა განირყვნეს ენაი თვისი. რა მოიმოქმედა ალექსანდრემ? განჰყარა და აღსპო ყოველნი უცხო ნათესავნი, რომელნიცა შერეული იყვნენ ნათესავთა შორის ქართველთასა, არამედ ქართველთა ნათესაობასა არა შეეხო და არცა ურიათა, რომელნიცა ქართველთა შორის დამკვიდრებულ იყვნენ, არამედ სჯულის დებაიცა მისცა ქართველთა და უბრძანა აზონს კეთილად დაცვაი მათი და თვით ალექსანდრე მოიქცა საქართველოით. მან გაწმინდა იმდროინდელი საზოგადოება და მხოლოდ ქართველებსა და ებრაელებს არ შეეხო. კარგით, დაუშვათ, რომ ქართველებს ადგილობრივი ეთნიკური კუთვნილების გამო ალექსანდრე დაპყრობილ ხალხს უნარჩუნებდა რაღაც დოზით ეგრეთ წოდებულ ავტონომიას, მაგრამ ებრაელები რატომ დაინდო? ყველანი ჩვენი ვარაუდით და ძალიან მაღალი სტანდარტით აზონთან და მასთან ნათესაური კავშირის გამო, მათთან კავშირის გამო დაინდო. სჯულის დებაც, რელიგიაც კი მისცა ქართველებს, დააკვირდით ქართველებს და არა ებრაელებს, რომელთაც საკუთარი რელიგია გააჩნდათ, ანუ დაუტოვა თავიანთი რელიგია და აზონს ქართველებთან ერთად ებრაელების დაცვაც უბრძანა. რა რელიგიური წამსის შემცველი იყო სჯულის დება? თეიმურაზ ბატონიშვილი ასე განმარტავს. იტყვიან, რომელ სჯულის დებაი ესე, რომელნიცა მისცა ალექსანდრემან ქართველთა არისტოტელისა,
მიერ იყვნენ მოცემული. მივადექით ჩაბნელებულ ტალანტს, საიდანაც უკვე თავად მოგვიწევს გზის გაკვლევა. აქ უნდა გავიხსენოთ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლის ის ადგილი, სადაც საუბარია აღთქმულ ქვეყანაზე. აღთქმულ მიწაზე ჩაწერილი გვაქვს ვიდეო და გთხოვთ უყუროთ, რატომ მოვიდნენ ებრაელები საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვიდრდნენ, მათ ვიდრე ჩვენამდე ჩამოაღწევდნენ სულ მცირე რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ქვეყანა ხომ მაინც გამოიარეს? ალექსანდრე მაკედონელმა აზონის მცხეთაში პატრიკად დატოვებით ებრაელ ხალხს საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ერთგვარი მცირე იერუსალიმი, პატარა სახელმწიფო შეუქმნა, მართველი ებრაელი, ხალხი ქართველურისა და ებრაული ეთნოსების წარმომადგენლები და მხედრობა კელტების ერთ-ერთი ჯგუფი თუ ტომით. ეს ეგრეთ წოდებული კონგლომერატი ადვილი სამართავი იქნებოდა. აქ დავასრულებთ ეს ვიდეო, ანუ მესამე სერია და შემდეგ შემოგთავაზებთ დანარჩენს მეოთხე სერიაში. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და უყუროთ ვიდეოებს. დიდი მადლობა.